ზუსტად 5 საათია დარჩენილი ისრაელისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირებამდე. თემურ ქეცბაიას გუნდი Euro 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე მეექვსე შეხვედრას ლუის ფერნანდესის ნაკრების წინააღმდეგ თელ-ავივში ჩაატარებს ბლუმფილდის სტადიონზე. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების 21-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა ქართველებს დღევანდელ შეხვედრაში. გოგიტა გოგუა ვერ დაეხმარება, რომელიც ისრაელში მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ გაემგზავრა. ერთ ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო სამ გუნდს შორის იმყოფება თემურ ქეცბაიას ფეხბურთელები. ცხრაკულით მესამე პოზიციაზე არიან ისრაელის ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება თელ-ავივში 21 საათსა და 5 წუთზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. და ოთარ გიორგაძე საუბრობს თელ-ავივიდან. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამ დროისთვის სასტუმრო კრონპლაზაში იმყოფება. გუნდი სასტუმრო სავარაუდოდ 1 საათში დატოვებს და გაემართება ბლუმფილდის სტადიონისკენ, სადაც დღეს ისრაელისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება უნდა შედგეს. 21-ვე ფეხბურთელი არის ჯანმრთელად და თემურ ქეცბაია საუკეთესო 18-ს ყოველ შემთხვევაში იმ მოთამაშეებს, რომლებიც დღეს მოედანზე გავლენ, მოგვიანებით დაასახელებს. რაც შეეხება ისრაელის ეროვნულ გუნდს, ლუის ფერნანდესმა მატჩის წინა პრესკონფერენცია ჩაატარა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მედიასთან ურთიერთობა. ლუის ფერნანდესმა მოუწოდა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, რომ ისინი არ ჩაერიონ მის საქმიანობაში და დაელოდონ ისრაელის საქართველოს დაპირისპირებას. თუმცა ჩვენი კოლეგები, რომლებიც ისრაელში მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა ლუის ფერნანდეს დღეს ბოლო მატჩი ჰქონდეს. ძალიან მთხო მედიის წარმომადგენლებს ჩემოვალეობაში ნუ ჩაერევიან. ეს გუნდზე ცუდზე გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი ისეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, როგორიც დღეს საქართველოს წინააღმდეგ გველის. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვფიქრობ, წარმატების მიღწევა ძნელი იქნება. საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქეა და ეს მან ხორვატიასთან მატჩიც დაამტკიცა. ფავორიტად დღევანდელ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას ნაკრებს მივიჩნევ. დავეთანხმები ნაკრების მთავარ მწვრთნელს და მედიას თავშეკავებულობისკენ მოუწოდებ. მე წავიკითხე სტატია და მინდა გითხრათ, რომ ის რაც მან წერია სიცრუეა. ამგვარი პროპაგანდა გუნდზე მხოლოდ უარყოფითად აისახება. საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ის ანგარიშ გასაწევი ძალაა. მან ხომ ჯგუფის უდავო ფავორიტი და ვფიქრობ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ხორვატია დაამარცხა. ძალიან ძნელი მატჩი იქნება. ვთვლი, რომ შანსები 50-50-ზეა. რაც შეეხება ჩემს თავს, სრულყოფილი ფორმისგან ჯერჯერობით შორს ვარ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გუნდს აუცილებლად დავეხმარები. ბლუმფილდის სტადიონზე დღეს ანშლაგს ელოდებიან. 15,000 ბილეთი უკვე გაყიდულია. მათ შორის რამდენიმე ასეული ქართველი კომაგიც იქნება, რომელიც აქტიურად დაუჭერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. ეს არის პრინციპული დაპირისპირება. ევროპაში საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც 2010 წელს არც ერთი მატჩი არ წაუგია და 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით. საქართველოს ნაკრებს ისრაელის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა, რომ ივნისამდე ჯგუფში პირველი პოზიცია შეინარჩუნოს და რეალური შანსი დაიტოვოს იმისა, რომ მომავალ წელს ევროპის საუკეთესო ქვეყნებს შორის იყოს, რომლებიც ევროპიროლობაზე ითამაშებენ. დიდი მადლობა ოთარ გიორგაძე საუბრობდა მოამბის ეთერში. ამ წუთებში ქართველი გულშემატკივრები თბილისში სხვადასხვა ადგილებში იკრიბებიან კომაგებს. ისრაელის საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებას ერთად უყურებენ. გულშემატკივრები ჩვენი ნაკრების გამარჯვების მოლოდინში არიან. პარალელურად ტოტალიზატორებში საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე კოეფიციენტები იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ფსონს სწორედ ჯვაროსნებზე აკეთებს. უკრაინული საინფორმაციო პორტალის ჰოტსპორტის რედაქციაში მცხოვრებმა თაგვმა ვოლფმა კი დღევანდელ თამაშზე თავისი პროგნოზი უკვე გააკეთა. რატი მუჯირი ისაუბრებს მოამბის პირდაპირ ეთერში, რატი რა არის შენთვის ცნობილი, რას ამბობს თაგუნა ვოლფი ისრაელი თუ საქართველო? ვოლფმა თავისი შედეგი უკვე, თავისი პროგნოზი უკვე გააკეთა და მან როგორც ხორვატიასთან, ასევე ისრაელთან მატჩისთვის საქართველოს მიაინჭა უპირატესობა და მისი პროგნოზით საქართველო გაიმარჯვებს. თაგუნისგან განსხვავებით, ქართულ კომაგებს აქვს საქართველოს ნაკრების იმედი, ისინი უკვე იკრიბებიან საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, როგორც შენ აღნიშნე, ისინი უკვე არიან ივენტოვთან შეკრებილები და ჯერაც საქართველოს გამარჯვების მიუხედავად იმისა, რომ ისინი სტადიონზე არ იქნებიან, მიუხედავად მაგისა, ისინი მაინც უკომაგებენ თავიანთი ტრადიციული ძახილებით საქართველოს ნაკრებს. ჩვენ ახლა გავესწაუბრებით კომაგთა ლიგის ერთ-ერთ წევრს და გავიგეთ, რისი იმედი აქვს დღეს საღამოს და რისი ჯერა. საქართველოს მოიგებს მოგებით, რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენი ქართველი გულშემატკივრები აუცილებლად მოგებისთვის ვართ არაზმულები. ჩვენთვის თავარია ჩვენმა ნაკრებმა იბრძოლოს, გამოავლინეს ის ბრძოლის ჟინი და თავდადება და შედეგი გამარჯვების სახით აუცილებლად მოვა ჩვენს ნაკრებში, ასე ვთქვათ. ჩვენ ასე ვთქვათ, ქართული სპორტის კომაგებმა კომპანია ნატახტარეს ხელშეწყობით გადავწყვიტეთ, რომ გვექომაგა იმეთოვი და ჩვენი ნაკრებისთვის საქართველოსთან, მთელი საქართველოს ქალაქებიდან, რეგიონებში იკრიბებიან ჩვენი წევრები და ამ ქალაქებიდან ისინი უკომაგებენ ჩვენ ნაკრებს. თავარია, ასე ვთქვათ, ჩვენმა ნაკრებმა გვანახოს ის თავდადება, რომელიც ჩვენს ნაკრებს აუცილებლად ჭირდება და რომელიც აუცილებლად ყოველთვის ჩანს ჩვენ ნაკრებში.
ასეთი განწყობა აქვს ქართულ კომაგებში, თუმცა ალბათ ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარის ყველაზე რეალისტური სახე მაინც ტოტალიზატორში გამოჩნდება. ტოტალიზატორში კი დღეს საქართველოს ფსონები დაბლა ჩამოდიოდა, ხოლო ისრაელიც მაღლა ადიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ გულშემატკივარს და მათ შორის საერთაშორისო გულშემატკივარსაც ჯერას რომ საქართველო მოახერხებს დაამარცხოს ისრაელის ნაკლები ისრაელში. ფავორიტად რა თქმა უნდა უცხოურ ბუკმეიკერებში ვინაიდან მასპინძლის სტატუსით სარგებლობს ისრაელის ნაკლები ითვლება, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ორი დღის განმავლობაში კოეფიციენტი ისრაელის ნაკლების მოგებაზე შესაბამისად მატულობს, დაახლოებით იწყებოდა 1.75-დან და აი ამ წუთისთვის დაახლოებით 1.19 შეადგენს, რაც იმის მანიშნებელია რომ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, შესაბამისად საქართველოს ნაკლების კოეფიციენტი მოგებაზე შედარებით კლებულობს. ევროპა-ბეთის ტოტალიზატორში ფსონების რაოდენობა უფრო მეტად საქართველოზე იდება ვიდრე ისრაელის მოგებაზე ან თუნდაც არწაკებაზე. ეს გამოიწვია ალბათ წინა მატჩში ხორვატიასთან გამარჯვება. ასეთი არის წინასამაჩო განწყობა როგორც გულშემატკივრებში, ასევე ბუკმეკერებში. იქნებიან როგორც გითხარით, მთელი თბილისის მასშტაბით სხვა ადგილებში იქნება მსვლელობაც გულშემატკივრობისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში იგეგმება კომაგების შეკრება და ერთობლივი გულშემატკივრობა საქართველოს ნაკლების, რომელიც ჩვენ გვჯერა, რომ დღეს ისრაელში დაამარცხებს. დიდი მადლობა რატი მუჯირი საუბრობდა მოამბის